ესე იგი თქვენ აკეთებთ საკუთარ არჩევანს, საკუთარ მომავალს და ამით თქვენ მაგალითს აძლევთ მთელ იმ თაობებს, რომლებიც ნამდვილად განან ჩვენ მხარეზე. მე თავისუფლებას მიჩნევ კიდევ გავაკეთოთ ერთ-ერთი განცხადება, არის რაიონის მუნიციპალიტეტი, არის რაიონის საკრებულო, სადაც არიან თანამშრომლები. ყველაფერის მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნა უკვე დანაშაულია ჩემი აზრით და ამიტომ ყველას მოვუწოდებ ისევ და ისევ კოორდინატორებს, კომისიის წევრებს ყველამ დატოვოთ და სადაც საღი აზრი არის, სადაც ქართველები არიან, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან, ყველანი დავდგეთ ერთად. მე საჯარო სამსახურში ვიყავი სტატისტიკოსად და ყოველთვის ვცდილობდი რომ ხალხის გვერდით ყოფილიყავი და გამეზიარებინა ხალხის ტკივილი და იმის გამო რომ აი მე სიკეთეზე ვფიქრობდი ჩამთვალეს რომ არ ვიყავი მათკენ და ვიყავი ოპოზიციაში და ვეღარ გაუძელი რა ამ ყველაფერს და დავდექი იქ სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყავი. მე როგორც დედა და აი ვზრდი ობოლ შვილს 7 წლის ბიჭი მყავს, აი მართლა საშინად განვიცდი ამ ყველაფერს. გულით თანაუგრძნობ და ძალიან მესმის იმათი ტკივილი აი იმ დედების, ვინც ამ ყველაფერს ხედავენ და განიცდიან.